არსებობს კვირები, რომლებიც უბრალოდ გადის და არსებობს ისეთებიც, რომლებიც ყველაფერს ცვლიან. 27 აპრილიდან 3 მაისამდე ზუსტად ასეთი დრო გველოდება. ახლა, როდესაც ურანი და ვენერა ერთად დამკვიდრდნენ ჰაეროვან და დინამიურ ნიშანში, სამყარო თითქოს ახალ ენაზე იწყებს ჩვენთან საუბარს. კვირის დასაწყისში ქალწულის მთვარე დაგვეხმარება, რომ ეს ახალი ინფორმაცია სწორად გადავამუშაოთ და კომფორტულად გამოვხატოთ ჩვენი სათქმელი. თუმცა ნამდვილი ტრანსფორმაცია 28 აპრილიდან იწყება, როდესაც მთვარე სასწორში გადაინაცვლებს, ჩვენი მთავარი ღირებულება იდეების გაზიარება და სხვების მოსმენა გახდება. ეს არის დრო, როცა მარტო ყოფნა სხვებთან ერთად ყოფნა და ერთობლივი ძალებით შექმნა ჯობია. მაგრამ ამ კვირის კულმინაცია 1 მაისია. მორიელის ნიშანში ამომავალი სავსე მთვარე თითოეულ ჩვენგანს დაგვაფიქრებს და გვაჩვენებს, სად არის ჩვენი ნამდვილი ნება და რისთვის ღირს ბრძოლა სინამდვილეში. მიუხედავად ურანის მიერ გამოწვეული ქაოსისა, კუროს სტაბილური სეზონი დაგვეხმარება, რომ მყარად ვიდგეთ მიწაზე, დავიცვათ საკუთარი თავი და ბოლომდე ერთგულები დავრჩეთ იმათი, ვინც ჩვენთვის მართლა ძვირფასია. ნახოთ, რას უქადის ეს კოსმიური ენერგია კონკრეტულად თქვენს ზოდიაქოს ნიშანს. ვერძი. კვირის დასაწყისში შენი მთავარი იარაღი დისციპლინაა. ნუ გაურბი ხარ გეგმებს, დამგეგმავი ახლა შენი საუკეთესო მეგობარია. სამშაბათიდან, როცა მთვარე სასწორში გადავა, სამყარო შეგახსენებს, რომ მარტო არ ხარ. შენი ბუნებრივი იმპულსი მე პირველი ცოტა ხნით გვერდზე გადადე და სხვების მიმართ ემპათია გამოიჩინე, ეს კავშირები მოგვიანებით ბევრ კარს გაგიღებს. 1 მაისს მორიელის სავსე მთვარეზე შენში თავგადასავლების მაძიებელი გაიღვიძებს. მიუხედავად იმისა, რომ სატურნი ცოტას გაფერხებს, ნუ შეწყვეტ ვარსკვლავებისკენ სწრაფვას. კურო. შენი ურთიერთობების ტრანსფორმაცია პიკს აღწევს. ურანი და მორიელის სავსე მთვარე ერთად მუშაობენ, რომ ახალი შესაძლებლობები დაგანახონ. კვირის დასაწყისში სიყვარული განსაკუთრებით შთამაგონებელი იქნება, ნუ შეგეშინდება იყო დაუცველი და გულწრფელი. 1 მაისის სავსე მთვარემ შესაძლოა ძველი სიყვარულის ისტორია ამოგიტივტივოს. თუ მარტო ხელა ხარ, ახლა საუკეთესო დროა ახალი თავგადასავლისთვის, ოღონდ ერთი პირობით, გული ბოლომდე უნდა გახსნა. ტყუპები. თქვენი მმართველი მერკური კვლავ ფორმაშია. კვირის დასაწყისი ოჯახურ მყუდროებასა და ფესვების ძიებას დაუთმეთ. სამშაბათიდან კი ვენერას ენერგია პირდაპირ თქვენს ნიშანში შემოიჭრება, დროა საკუთარი თავი გაანებივროთ. შეიცვალეთ სტილი, ესტუმრეთ ახალ რესტორანს ან თეატრს. 1 მაისის სავსე მთვარე კი თქვენს ინტელექტუალურ შიმშილს გააღვიძებს. საუკეთესო დროა ახალი კურსის დასაწყებად ან იმ წიგნის გადასაშლელად, რომელიც დიდი ხანია თაროზე გელოდებათ. კირჩხიბი. მოემზადე ინტენსიური კვირისთვის. კვირის დასაწყისში ყურადღების ცენტრში აღმოჩნდები და ეს მოგეწონება კიდეც. შენი პოპულარობა იზრდება, ამიტომ გამოიყენე ეს ენერგია საქმეების მოსაგვარებლად. მორიელის სავსე მთვარე კი იგიბიძგებს, რომ შენი ნიჭი მთელ სამყაროს აჩვენო. ნუ მოგერიდება, იყავი ღირსეული მოწინააღმდეგე და დაამტკიცე, რომ პირველობას იმსახურებ. კუროს სეზონი კი დაგეხმარება, რომ ეს ყველაფერი ზედმეტი გადაწვის გარეშე შეძლო. ლომი. ორშაბათსვე დაიწყა სახლისა და ფიქრების მოწესრიგება. ქაოსის მოშორება კონტროლის შეგრძნებას დაგიბრუნებს. კვირის შუა რიცხვებში მოგზაურობისა და სწავლის წყურვილი შეგაწუხებს, იქნებ დრო ახალი მარშრუტი დაგეგმო. პარასკევის სავსე მთვარე შენს შემოქმედებით ენერგიას აფეთქებს. გახდები უფრო თავდაჯერებული და მეგობრებისთვის ნამდვილ მრჩევლად იქცევი. თუ გარშემო კონფლიქტია, შენი სიმშვიდე ყველაფერს დაალაგებს. ქალწული. კვირის დასაწყისში მთვარე შენს ნიშანშია და ეს ზუსტად ის დოპინგია, რაც გჭირდებოდა. ნუ მისცე მეჩვეებს უფლებას შეგაფერხონ. სამშაბათიდან ყურადღება ფინანსებზე გადაიტანე, დროა ფულის მართვაში უფრო გონიერი გახდე. პარასკევის სავსე მთვარე კი სულიერი განკურნების პერიოდს გიხსნის. სამყარო გეუბნება, წარსული შენი ტყვეობა კი არა, შენი გამოცდილებაა. გაუშვი ის, რაც აღარ გჭირდება და თამამად შეაბიჯე მომავალში. სასწორი. სასწორო, კუროს სეზონი შენს შინაგან სამყაროში ჩახედვას გაიძულებს. კვირის დასაწყისში სატურნის წნეხი შეიძლება იგრძნო, მაგრამ ეს მხოლოდ შენი რუტინის გასაძლიერებლად ხდება. სამშაბათიდან, როცა მთვარე შენს ნიშანში შემოვა, კონტროლის სადავეები ისევ შენს ხელშია. კვირის ბოლოს კი დაინახავ, როგორ განვითარდა შენი ურთიერთობები ბოლო 6 თვის მანძილზე. იპოვე ბალანსი და ნუ დაივიწყებ საკუთარ თავს. მორიელი. ეს შენი კვირაა. პარასკევს სავსე მთვარე შენს ნიშანში ამოდის და მთელი ყურადღება შენზეა. კვირის დასაწყისი მეგობრებთან ერთად იდეების გენერირებას დაუთმე. სამშაბათი და ოთხშაბათი რეფლექსიის დროა. სავსე მთვარე კი დაგანახებს წარსულ შეცდომებს არა დასასჯელად, არამედ უნარების დასახვეწად.
ურანი ახალ დასაწყისს გვირდება კარიერაში, დარგი თესლი, რომელიც მომდევნო წლებში აყვავდება. მშვილდოსანი. დაკარგული თავსატეხის ნაწილები ნელ-ნელა ერთიანდება. ორშაბათიდან ახალი პასუხისმგებლობები გელით, მიხევით მათ ნაბიჯ-ნაბიჯ. სამშაბათს მეგობრების მხარდაჭერას იგრძნობთ. მიუხედავად იმისა, რომ იდეები ბევრი გაქვთ, კუროს სეზონი მათ რეალიზებაში დაგეხმარებათ. შაბათ-კვირას მოემზადეთ ცვლილებებისთვის ყოველდღიურ ცხოვრებაში, სტაბილურობა ახლა თქვენს მხარესაა. თხის რქა. შენი ცხოვრება აყვავებას იწყებს. ორშაბათი შეგახსენებს, რომ შენი გულმოდგინება ფასდაუდებელია. იყავი მეთოდური და შედეგი არ დააყოვნებს. სამშაბათიდან შენი ლიდერული თვისებები კიდევ უფრო გამოიკვეთება. პარასკევის სავსე მთვარე კი ნამდვილი დღესასწაული იქნება, მიულოცე საკუთარ თავს ბოლო ნახევარი წლის წარმატებები. შაბათ-კვირა მეგობრებთან ერთად აღნიშნე, შენეს დაიმსახურე. მერწყული. დროა შენი ადგილი მზის ქვეშ დაიმკვიდრო. კუროს სეზონში შენ ნამდვილად აფრინდები. კვირის დასაწყისში ანალიტიკას დაუთმე დრო, რადგან ურანი ბევრ გზას გიჩვენებს და სწორი არჩევანია საჭირო. სამშაბათიდან ოპტიმიზმი დაგიბრუნდება, დაუბრუნდი ჰოპს, რომელიც სიხარულს განიჭებს. კვირის ბოლოს კი შენს ოცნებებს უფრო ახლოს გაიცნობ და კარიერულ წინსვლაში დიპლომატია დაგეხმარება. თევზები. მიუხედავად გარშემო არსებული ქაოსისა, სიყვარულის სილამაზე მაინც გიპოვით. სამშაბათიდან თქვენი კავშირები უფრო ღრმა და მრავლისმთქმელი გახდება. პარასკევის სავსე მთვარე მორიელში კი საუკეთესო დროა მომავლისთვის თესლის დასათესად, იქნება ეს სწავლა თუ ახალი ურთიერთობები. თუ სიყვარულს ეძებთ, ახლა ახალი ადამიანების გაცნობის შანსი იზრდება. ურთიერთობებში კი ნამდვილი ჰარმონია ისადგურებს. აი, ასეთი კოსმიური ამბები გველოდება 3 მაისის ჩათვლით. ერთი რამ გვახსოვდეს, მიუხედავად იმისა, რომ ურანი ცვლილებებს გვაიძულებს, ხოლო მორიელის სავსე მთვარე ჩვენს ყველაზე ღრმა ემოციებს ზედაპირზე ამოიტანს, კუროს სტაბილური ენერგია მაინც გვაძლევს საშუალებას, ვყარად ვიდგეთ მიწაზე. გამოიყენეთ ეს კვირა იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ დაინახოთ, ვინ და რა არის თქვენს ცხოვრებაში ნამდვილად ფასეული. დაიცავით თქვენი სიმშვიდე, იყავით გულწრფელები საკუთარ თავთან და ნუ შეგეშინდებათ იმის აღიარება, რისთვის გიფეთქავთ გულის სინამდვილეში. საინტერესოა, თქვენს ცხოვრებაში თუ იგრძნობა უკვე ამ სავსე მთვარის მოახლოება. დამიწერეთ კომენტარებში თქვენი ზოდიაქოს ნიშანი და მითხარით, რას ელოდებით მაისის პირველი დღეებისგან ყველაზე მეტად.